თეთრ სახლში სჯერათ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში გარღვევას მიაღწიეს. შედეგთან ასე ახლოს ჯერ არ ვმდგარვართ, თვლიან ამერიკელები და ეს ყველაფერი ბერლინში შემდგარი შეხვედრის შემდეგ. იქ ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენლებმა, უკრაინულმა დელეგაციამ და ევროპელმა ლიდერებმა შეათანხმეს უსაფრთხოების გარანტიები კიევისთვის, რომელიც ნატოს მეხუთე მუხლს ემყარება კოლექტიური თავდაცვის შესახებ. შეთანხმების დეტალები უცნობია, თუმცა მისი სერიოზულობის შესახებ ისიც მეტყველებს, რომ ამ გარანტიებით შეიარაღებული კიევი ნატოზე უარისთვისაც მზადაა. ორმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობით პრესასთან ისიც აღნიშნა, რომ გადაჭრილია პრობლემების 90%, რომელიც აქამდე მშვიდობას უშლიდა ხელს. შეხვედრა პირადად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შეაჯამა, თუმცა ვაშინგტონიდან. ევროპელ კოლეგებს უახლოეს დღეებში სავარაუდოდ უკვე მაიამიში თავადაც შეხვდება. ერთი საათის წინ მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდა ევროპელ ლიდერებთან. განხილვის თემა ძირითადად რუსეთისა და უკრაინის ომი იყო. ეს იყო ხანგრძლივი დისკუსია და როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად მიდის. თუმცა ამის შესახებ უკვე დიდი ხანია ვამბობთ, ეს რთული საკითხია. უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით უსაფრთხოების პროტოკოლის შესანიშნავი იყო. საკმაოდ დიდხანს ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, ასევე გერმანიის, იტალიის, ნატოს, ფინეთის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის, ნორვეგიის, დანიისა და ნიდერლანდების ხელმძღვანელებს. მოლაპარაკებები ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი იყო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი აზრით, საქმე საკმაოდ კარგად მიდის. გასულ თვეს 27,000 ჯარისკაცი დაიღუპა. ეს არ უნდა მომხდარიყო არასდროს. ეს ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ დაიწყო. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ სიტუაციის მოგვარებას. ეს ბაიდენის პოლიტიკა იყო. ჩვენ ვცდილობთ ომის დასრულებას. ვფიქრობ, რომ შედეგსაც მივაღწევ და სხვებიც იმავეს გეტყვიან. რამდენჯერმე ვესაუბრე რუსეთის პრეზიდენტ პუტინს და დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ომის დასრულებასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე. მიუხედავად ტრიუმფალური განწყობებისა, ომი გრძელდება და ბურთი კვლავ კრემლის მოედანზეა. მნიშვნელოვანი სწორედ მოსკოვის განწყობებია, სადაც უკვე მერამდენად რედაქტირებულ ტექსტს ისევ გაგზავნიან. ჯერჯერობით მოსკოვში ამბობენ, რომ არ აქვთ წარმოდგენა იმ შეთანხმების ირგვლივ, რაც ბერლინში იქნა მიღწეული და ოფიციალური დოკუმენტი მათთვის არავის გაუგზავნია. თუ რამე იციან, მხოლოდ მედიიდან და ამაზე კომენტირებაც არ სურთ. მანამდე კი იყო მინიშნება, რომ თუ ტექსტში იქნება შესწორებები, კრემლს მკვეთრი წინააღმდეგობა ექნება, რადგან მათთვის სასარგებლოს რედაქტორებისგან არაფერს ელიან. მათი მთავარი პრიორიტეტი ცნობილია: დონბასზე კონტროლი, ნატოზე უარი, უკრაინული არმიის შეზღუდვა და ბევრი სხვა. ამის შესახებ დღეს კიდევ ერთხელ მიანიშნა კრემლის მთავარმა სპიკერმაც. ჯერჯერობით ჩვენ ვნახეთ საგაზეთო პუბლიკაციები. ამაზე რეაგირება არ გვექნება. რაიმე ტექსტი ჯერ არ გვინახავს. როცა ვნახავთ, გავაკეთებთ უკვე მის ანალიზსაც. თუ უკრაინელებში დომინირებს სურვილი, შეცვალონ მომგებიანი შეთანხმება წუთიერი, სიცოცხლის უუნარო გადაწყვეტილებებით, ჩვენ არ მგონია შემძლო თამაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ გვსურს მშვიდობა და არა ზავი, რათა უკრაინას ამოსუნთქვის საშუალება მიეცეს, რომ ომის გასაგრძელებლად მოემზადოს. გვსურს დავასრულოთ ეს ომი, მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს, ვუზრუნველყოთ ჩვენი ინტერესები, ასევე მშვიდობის გარანტია ევროპაში მომავლისთვის. თურქული მედიის ცნობით არსებობს დაშვება, რომ რუსული მხარე ხერსონსა და ზაპოროჟიაში კონტაქტის ხაზად დარჩენას დასთანხმდეს და ამ რეგიონების სრული გადაცემის მოთხოვნაზეც უარი თქვას, თუმცა ვლადიმერ პუტინს თვალი დონბასზე უჭირავს და უკან დახევას არ აპირებს. სწორედ ამიტომ ბერლინში შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ღიად თქვა, რომ მიუხედავად პროგრესისა, დოკუმენტის ტერიტორიული ნაწილები მათთვის მიუღებელი რჩება. ზელენსკი იმედოვნებს, რომ კომპრომისული ვერსიის პოვნაში ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება. ამჟამად პრეზიდენტმა გამორიცხა რაიმე სახის კომპრომისი ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ყველა ასპექტი არ არის მარტივი. არსებობს რთული საკითხები, განსაკუთრებით ის თემები, რომლებიც ტერიტორიებს ეხება. უდავოა, რომ ამ თემას წამოჭრიან. მნიშვნელოვანია ყველამ ვიმუშაოთ, რათა ასეთი საკითხები სამართლიანი იყოს. ტერიტორიების შესახებ საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ. გულწრფელად გეტყვით, რომ ჯერჯერობით განსხვავებული აზრი გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამერიკელმა კოლეგებმა მოისმინეს ჩემი პირადი პოზიცია და მოხარული ვარ, რომ შევძელი პირადად გადამეცა ეს მათთვის. Почули мою особисту позицію. ზოგიერთი რამ ჩემი აზრით დამანგრეველია და ნამდვილად ვერ დაგვეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ დღეს დოკუმენტების ახალ ვერსიაში ეს საკითხები აღარ არის. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან ღირსება ყველაზე მთავარია. დათმობის თემა აღარ არის აქტუალური.
документів. Я не вважаю, що მე არ მგონია რომ ამერიკის შეერთებული შტატები რამეს მოითხოვდეს. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, სწორედ ამიტომ ვიტყოდი ასე. ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მოვისმინეთ რუსეთის ხედვის შესახებ, ანუ ის, რასაც რუსეთი ტერიტორიებთან დაკავშირებით ითხოვს. ეს რუსეთის ფედერაციის მოთხოვნაა. სწორედ ამიტომ შეერთებულ შტატებს ვერაფერს მოვკითხავდი. მე მხოლოდ ვთხოვე ამერიკელ კოლეგებს, რომ ჩვენი პოზიციები გაეცნოთ რუსებისთვის. російською მასპინძელი გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი თვლის, რომ ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხზე დროულად უნდა შეჯერდეს, რათა რეპუტაცია გადაერჩინოს. ამ საკითხზე ევროპელებმა უკვე იმსჯელეს და ბელგიის წინააღმდეგობის გადასაჭრელად მუშაობასაც აგრძელებენ. თავად გერმანელი კანცლერი კი ხელშესაღებად მიიჩნევს ბერლინში მიღწეულ შედეგს, თუმცა იურიდიული გარანტიების აუცილებლობაზე საუბრობს. სხვები, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ ევროპიდან, რუსეთზე საუბრისას სიფრთხილეს ინარჩუნებენ. ამაზე აღმოსავლეთის ფლანგის შეხვედრაზე ისაუბრეს ჰელსინკში, შვედეთის, ლატვიის, ლიეტუვას, ფინეთისა და პოლონეთის შემადგენლობით. I don't want to spoil this good mood and good atmosphere after Berlin. არ მსურს ბერლინში მიღწეული კარგი ატმოსფეროსი და განწყობების გაფუჭება. მე მაინც ფრთხილი ოპტიმისტი ვარ. ალბათ უფრო ფრთხილი ვიდრე ოპტიმისტი. რუსების პირველი რეაქციები შეიძლება ითქვას, რომ დამთქმელია. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც ბერლინში მივაღწიეთ, ის არის, რომ საბოლოოდ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა და უკრაინა მაგიდის ერთ მხარეს ხედან. თუ შენ გსურს მიაღწიო რამეს რუსეთთან, ერთადერთი გზა არის უბიძგომას ერთობით და მიზანდასახლობით დასავლეთში. მე მათ ვიცნობ, ეს ერთადერთი გზაა. On the western side. This is the only way. I know them. ის რაც შეერთებულმა შტატებმა ბერლინში იურიდიული და მატერიალური გარანტიების კუთხით წარადგინა, ნამდვილად შესანიშნავია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლაა და მე ამას დადებითად ვაფასებ. მეორე მხრივ მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვით ცეცხლი უნდა შეწყდეს შეერთებული შტატებისა და ევროპელების მხრიდან მნიშვნელოვანი იურიდიული და მატერიალური უსაფრთხოების გარანტიებით. ეს არის ფართომასშტაბიანი მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც აქამდე არ ჰქონია. ევროპელებიც და ამერიკელებიც მზად არიან ნატოს ხელშეკრულების მეხუთე მუხლის მსგავსი მექანიზმით უზრუნველყო უსაფრთხოების გარანტიები. სწორედ ამაზე ისაუბრა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. ჩემი აზრით ეს მნიშვნელოვანი პროგრესია. როგორც აღნიშნეთ, ამერიკულმა მხარემ პოლიტიკურად და იურიდიულადაც აიღო ვალდებულება, რომ ეს შეასრულოს. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მიერ კიევისთვის მინიჭებული უსაფრთხოების გარანტიები სენატში უნდა განიხილონ, თუმცა არ დაზუსტებულა ექნება თუ არა მას რატიფიცირებისთვის გამზადებული შეთანხმების სახე, რომელსაც პალატის 2/3 თანხმობა სჭირდება. მანამდე კი 20 პუნქტიან დოკუმენტში სხვა სადავო საკითხებია განსახილველი, რომელმაც 4 წლიანი ომი უნდა დაასრულოს.